როგორ დავახუროთ? აბა დაახურეთ. დაახურეთ. რაშია საქმე? რაშია საქმე ხალხო? რა გინდა რა? დაახურე. დაახურეთ. აი ცხოვრებაზე ხალე არ სიზამ დევანდელი დღე შენია და შეგჭეს აწი აფედვი. ეგ ხო, კარგი, მართლა. ცოტა ხანს მოიცადეთ რა. მიცვალებულის რა ხარ? შვილი ხარ? არა. მე შვილი. შვილი.
გერი? არავინ არა. უბრალოდ ეგობარი ვარ. მე ვალე. ევალე. ეგეთი რა ვალი დაგჭა შეგაც. სოლშვილი წავიდა. შენ კი აქ ხარ. დიდი ვალე დამჭა დიდი. გადაუხდელი. სულ ბოლოს კი აი ეს. ორი ბოთლი კონიაკი წავაგე. ეხლა მინდა გადავხდე. რა ქვია? არტაშა. ამას თედო. მე მიტო. ხოდა თუ ჩემი ძმები ხართ, მომეხმარეთ რა ვალით გადახდაში. როგორ მოგეხმარებით, მაგრამ ორი ბოთლი კონიაკი ბევრია. დავთორებით. ერთი დავლიოთ. ერთის კიდევ საფლავზე მოვასხათ. მივარ. როგორ არ მიუვა? მოიწია. მიცვალებულს რა ქვიოდა? სიაგეო. ღრმად პატივცემულო ბანოვანო ქალბატონო ანიკო. აი ეს თქვენი ცალტვინა კაპაბლანკა სახშია. დაბრუნდა. მაშინ ერთი ნახეთ რა. თუ ძალიან ღრმად არ არის ჩაფლული ჩვეულებისამებრ თავის შემოქმედებით საქმიანობაში, უთხარით რომ თქვენმა მეზობელმა გთხოვათ თქო. დაგვდეთ ბატონო პატივი იმ თქვენი ფასდაუდებელი დროის ოქროს ფონდიდან 2 წუთი გამოხავით და ეზოში ჩამობრძანდით. მაგ გადაპრანჭული ქართული სწავლას ერთი სიტყვა სომხური გესწავლა ის გერჩია. კაცი იქნებოდი შეუბედურო. არც აქეთ რომ ხარ და არც იქეთ. ჩადი ბიჭო, ის შენსავით დაუსტვინე გეძახის. Ано. Уа, prima. ხელი. აი ახლა გამარჯობა. დავი დავბასე არ მოდის? ჰა? დავი დავბასე არ მოდის? დავი დაუბასე. არა. მეზობლებო! რა იყო? მეზობლებო! აი მოწმე ხარ, სუგალა მოწმე ხარ, აი დავი დავბასე არ მოდის. მოწმე, აი ითამაშე შენ, რა გინდა ითამაშე რა კაცო. მე? ო შენ აბა. არა. აჰა.
ამხანაგო გეორგ არტავაზის ძევა. სულებს რატომ იწერ? წესია ასეთი. მე ხომ არ ვიცი. უნდა ჩაიწერო. არ ვიცი, ჩაწერა. ესე იგი, წერა-კითხვის უცოდინარი ხარ და uvicი. აქედან გამომდინარე სულებს მე ჩაგიძე. შენ კი ბოლოს ან ჯვარი დაუსვი, ან თითის ანაბეჭდი გაუგეთე. თითის ანაბეჭდი გაუგეთე. თითის ანაბეჭდი გაუგეთო რა. პატიმარი ვარ. ლაწირაკო. ამიოკები არ იყოს რა იგე? მე ხوار გეუბნები შენ რომ პოლიტეკონომიაში, სახალხო მეურნეობის დაგეგმვაში, დიალექტიკურ მატერიალებს ორიანები რო ყავს, არა გეუბნები? არა ხوار გეუბნები, არ გეუბნები. შენ სწავლობ შესვაგე რა. მითხარი. კურსიდან კურსზე როგორ გადავდივარ? ვა, მეც ეგ არ მიკვირს კაცო. ერთი ვერ გავიგე რა. შენ ეგეთი სწავლა განათლება სად მიიღე კაცო? ტყვეობაში? რომელ ტყვეობაში ბიჭი? აი იმ ტყვეობაში, აი. ნახტლუღის ადგურს რო გასწდი და როსტოვამდე ორთავ ხელაწეული ვარშას მაგინოთ, აი ჰიტლერს რო იზახდი, აი. აი ტყვეობაში. გეორგ. ბრძენი კაცი. აი ამ ლაწირაკს არ აყვე, გაიგე, აი ამას. თორე ერთ კაი ალიყურს გამოგტყუებს და ამ ხელა კაცს ეგ ამბავი არ გეკადრება რა. ვა! აი, ხელი მოკიდე? ითამაშე. აი, ხელი მოკიდე, ითამაშე. აჰა. ვარა, ქურთული სულა გამიკეთა ნახე. სომხური. აი, სამშობლოს მოღალატისაგან სხვა სულას არც ველოდი. რა თავარ, ბიჭო, სამშობლოს მოღალატე. იმიტომ რომ ჰიტლერ ჩაბარდა. მარტო მე. შენ სხვას რას უყურებ? სხვათან ერთად რო ვიყავი, აბა რა უნდა მექნა? შახ. ვა. აი ამ ფიგურას ხელი გაუშვი. ჩემია, ჩემი. და გამოსულიყავი და გეთქვა რომ ამხანაგო ჰიტლერო. მე ამ ლაჩრებს ვერ ავყვები. აი. გარდეს რატომ არ მეუბნები? ბიჭო, მეფეს გარდეს ვინ ეუბნება? ვაიჟი მართლა ბრიყვო შენა, ჰა? უნდა გამოსულიყავი და გეთქვა რომ მე ამ ჩემს საფირუს ხმელეთ ზურ მოხტო. აი, რო გაიხეთავდა. მეც. ეს სულ პატარობიდან გიცნო. აი თითის ტოლა რო იყავი. იქიდან მოყოლებულია რა, მაიმუნი იყავი და მაიმუნი დარჩი, გაიგე? იმდენიმე დარვინის დედავატირე რამდენი ჩვენგან ადამიანი არ გამოვიდეს. ევოლუცია, რა ევოლუცია არის ევოლუცია, აი აქ არა ხარ ნაგლადნე პასობიე. მაშარა და არა ხარ ხო? სამშობლოს მოღალატე. ბიჭო, მოღალატე მაშინ ვიქნებოდი. ჰიტლერი რო გვერდე გამეყვანა, გაიგე და ყურში რო ჩუმად მეთქვა. ბატონო ჰიტლერო, ამხანაგი სტალინი, გეცამანიის ბაღში იმალება მეთქი. ბაიცა, სადა? აი, მართლა ერთ უჯრედიანო შენ. აი. ესე იგი, არც დივიზიის მოღალატე ხარ. არა. არც ბატალიონის. ჰა? არა. არა. არც ოცეულის, არც ათეულის? მაიცა, თუ წმახარ, შენ რა შარზე ხო არა ხარ, კაცო? თუ ვინმესთვის მიღალატნია ისევ ჩემი ანეტას. აი. ხორა. ისევ ჩემი ანეტასათვის, გაიგე? ისიც ერთხელ. ისიც ქუთაისში. ისიც 20 წლის წინათ, ისიც მივლინებაში და ისიც ოფიციალად გასდა. გასაგებია, ა? არა. ფერიც არ არის გასაგები. ხელი? ხელი გამიშვიოთ. ანეტა! სანამ
ბაღლინჯოსავით გამიჭყლეტია ეს უდღეური ესა. 1-2 ლიტრიანი და ზემბელი ჩამოუტანა. ველი გამიშვა. ხა. ო, იცინეთ, ჩემი დროც მოვა, მოიცა. ო და აი სანამ მოვა, ნუ რა. ანელა ჯან 2 ლიტრიანი და ზემბელი ჩამოუტანე რა. გინდა 2 ჩამოიწერეთ, გინდა 5, მე ფული მაინც არა. შენ რა მაინც და მაინც კაცის კლაზე გინდა რომ დამიჭირონ კაცო. რა გინდა კაც შენ? და კაცი არა ხარ, შვილი არა ყავს და შენნაირი შვილი რომ ყავდეს დღეში 3-ჯერ მოვკლავ, გაიგე? ანეტა! ერთი თუმანიას ეს ღეამუდღეურს. ჩემანგარისი. ეგრეო. ოდაო. ეგ სხვა ამბავია. ბოლო კი კლარას ეთკინზე. ვიცი. პური 25 დეკემბრის ქუჩაზე. კარგი რა. 25 ესა. მოიცი ოტელო პური მიყვარს. იაფია და გემრიელი. ნუ ღვინო 5 ნომერი უნდა იყოს საფერავი. ღვინო ხო. ანეტა! რას მიბრძანებ? არაფერი ანეტა ჯან. ერთი თუმანი ასესხე მეთქი რა, ჩემანგარიში. ხაგლითებოდა გაიძვერებო. თქვენ მოაწვევთ ანეტა გიორგობიანს, ვერ მოგართვეს. აი. ეხლა მე აქედან დავეტყვი კი არა. ქერძაფსა და სტრიხნინას დაგალევინებ. რათა ანეტა ჯან? მე ხომ ვიცი რომ მოლაპარაკებულები ხარ და ფულებს სამციცლით ყოველ კვირას. დიახ. 120 იმანეთ იმართებს უკვე ჩემი. ამას შენს ანგარიშს. დასამბო, ანეტა ჯან, აი როგორ არ აქვს ხვენი? მას რატომ ეგარ წააგებს და ერთხელ შენ არ წახვალ ღვინის მოსატანად? ნახე ზაგიო. ეს ხო ერთი და იგივეა, ანეტა ჯან. აი ხლა მე რო წავაგო არა? აი მოსატანად რო წავიდე არა? ფული ხო მაინც შენ უნდა გამოგართვა სულზე უტკბესო. ვინც შელზეს თქვა სომეხია. ო. ფულის ყადრი იცისო. რატომ ენა არ გაუხმება? გაუხმება ანეტა ჯან, გაუხმება. ეგრა მოგება. ფული მე უნდა მივცე. უნდა მისცე. ბოთლი მე უნდა მივცე. უნდა მისცე. საუზმე მე უნდა ვინმე მე რა გავუკეთო. კარგად აკეთებ ანეტა. ღვინოც მე უნდა დაუსხა. უნდა დაუსხა. თქვენ უნდა დალიოთ, არა? უნდა დავლიოთ, ეგრე ანეტა. დალიოთ. ვა. წადი რა ბიჭო, სანამ გადაიფიქრა რა. ო რა? გიორგ, ღმერთმა სული გიცხონოს და ეს კონიაკი გაამოს. მიიღე მიტოსაგან ვალი. აჩქარა მივიდა. თქვენი საქართველო ჩემო მიტო ძალიან ლამასა და ჯიშიან პეტაურს ახავს ოქროს უნაგირით შეკაზულს
თქვენ და საუბედუროთ ბიჭო. ეგ ბედაური ისეთ ლამაზ მდელოზე და ისეთ გამოსაჩენ ადგილზეა დაბმული, რომ ყველა გამვლელ გამომვლელს უნდა რომ ზედ შეაჯდეს. სარდლის ყიჟინითა და ვაშას ძახილით გააჭენ გამოაჭენოს. გაჩენის დღიდან ეგრე იყო ჩემო მიტო. მაგრამ მადლობა ღმერთს. თვითონ არის ბიჭო, ეგ ბედაური. ისეთი ფაქიზი. თან ისეთი ფეთიანი. ყველა ნაძირალას ზურგზე არ იჯენს, არა. ხოლოდ ხისეულებს თუ შეისვამს ხოლმე. მაგრამ თუ იმათაც დაკარგეს ბიჭო ზომიერების გრძნობა, რომ კისრის ტეხით გადმოიღებს და დაანარცხებს დაბლა. ჯიგარი ხარ, დიალოგ. ჯიგარი. შენ ჯერ პატარა ხარ ჩემო მიტო. ბევრი რამე არის. ეგ ძალიან ბევრი მინახავს ეგეთი ბიჭო. მოგლეთ საოცარი ქვეყანა ეგ თქვენი საქართველო. და მოდი გაუმარჯოს. გაუმარჯოს დიალოგ რა. გაუმარჯოს. კამპანიას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ერთ ზადღაზელო მათქმენე დიალოგ რა. მოიცა კაცო. ათქმევია კაცო. მოიცა კაცო ეგ როგორ იქნება? აგი ამაგივით ერთ ზადღაზელო მათქმენე. მოიცა კაცო როგორ რა? ეგრე იცის ხომ. კარგიო მართლა. ერთი რა მოხდა? აჰა, კარგი, მიდი, მიდი. სომხეთისნაირი ქვეყანა სოფლიოში არ არსებობს. შენ რა იცი შენ მამაცაღლოში. სომხეთი ნამყოფიც არ ახარ. კარგი რა დამაცადე რა. კარგი, მიდი. აი მე რა. ჯერ ერთი წამიგითხავს. და მოყოლითაც მსმენია. დიახ? ჯერ ის რა თახის? ისა რა ქვია? ეჩმია ძინ. მერე კაცობრიობამ თავისი მეორე ცხოვრება არარატის მთიდან რო დაიწყო. ნო ეს კიდობანი. მოკლედ. ერთი ნაკლი რო არ ქონდეთ, არა? ზიაგიო. პირველი ქვეყანა იქნებოდით რა. რა ნაკლი? სხვა რა გაქვს ზიაგეურქა რა. სხვა გაქვს. აი, რაც მართალია. კარგი ხლა. მე რა მოხდა? არა უშავს. სევანი ხო გაქვთ? სევანი, აბა სხვა არის, მაგრამ სევანი რანაირი ზღვა არის ბიჭო. აი, ერთი პორტი არ აქვს. მე რა მოხდა? თქვენ წაიღეთ და ააშენეთ ერთი პორტი და დაარქვით სევანსტოპოლ. ვაი. აჰა, აი ეგახართ, აი ქართველები, აი ეგახართ. მოაჯოს. გაიდა. ოდით ახლა ჩვენს დავით. წერა რო გითხარით. ვალი დამჩამეთ. არ ფიქრობ თქვენ რომ ფული მართებს. მაგრამ მართებს რაღაცა. სიყვარული მართებს. ჯერ მართებს. Aki uxdi gidet.
და ვინმე მე გადამიხდიდეს ეგრე ვალს აცხონოს გიორგას სონა იყოს. ალბათონ ანიკო ქალბატონო ანიკო ქალბატონო ანიკო რა იყო გეო? მიტო სახშია სახში თხოვეთ ერთი ცოტა ხნით მოიცალოს და ეზოში ჩამოვიდეს. ჩადი ბიჭო, მგონი რაღაც ფარცაგია გეურქას თავს. რაზე შეატყო? რაღაც ადამიანურად და საწყლად დამელაპარაკა. არა, ზეი. აგიმართ. აჯი. დღეს თეთრებით უნდა გეთამაშო ბიჭო. კონიაკზე. მოვიგებ, წავაგებ. მევყიდულ. აბუსახარ. აბუსახარ. ერთი მაგრად უნდა დავთვრე ბიჭო. სხვა? სესიების საქმე როგორ არის მიტო? ვიცი, არის რა ზიაგები. ჯერ დამწყებია. აი ეს როგორ ატყობ? ვიცი. ჩემი დევიზი ხო იცი რა ზიაგები. სამიანი და ჯამთელობა.
სწორად ეკცევი. სწორად. ძირი სულებს რატო არით? წერა კითხვა ხوار დავიწყე. ანდა ეს დათრობა მაინდა-მაინც კონიაკით რატო გადაწყვიტე? ვინო არ გათრობს თუ რა? აზრი არ აქვს, ბიჭო. აზრი. კონიაკი დათრობა კი იმიტომ გადავწყვიტე, ბიჭო. კონიაკი სატანის მოგონილია. კაცის გამოთიშვა იცის. ღვინო ეთილშობილია. ღვინო ღვთიურია. ძეგევ. ეგ მართალიც ვქვითი? აი ესეთი განსხვავებაა ღვინოსა და კონიაკში, როგორც ცასა და დედამიწას შორის, არა ზეგეორგ? არა. ეგეთი შედარება მეორედ არ მოიყვანო, მიტო. ცასა და დედამიწას შორის არავითარი განსხვავება და მანძილი არ არის. ისევე როგორც სხეულსა და სამოსელს შორის. ცა დედამიწის სამოსელი. დედამიწა ხომ თვითონ ცაშია, ანუ სამყაროში. სამყარო ღმერთია. ღმერთი კი რა არის, ბიჭო? ღმერთი მიტო ის მარადიული რაც ყველაფერშია და ყველაფერი ის რაც თავად არის განივთებული მასში. გასაგები აი გადაიგე, ყველაფერი ვერ გავიგე რა. ეხლავე გაიგე. დამბრუნე რა. დამბრუნე ზეგეორგ. აჰა. დაი. დღეს მოწვალების დღეა, ბიჭო. ზეგეორგ. სალამი ჩიტურებო სიმონო სიღარულისა პულჯერელო ხვავილებო კეკლუც გაზაფხურისა გულჯერელო ხვავილებო კეკლუც გაზაფხურისა ღმერთივით ამ ღერი ზიაგეორგ. ღმერთივით. ამდენხან სად იყავი შე დალოცულო შენ, ა? ეს რა კარგი რამე თქვი, ბიჭო. რა ზეგეორგ? ღმერთივით ამ ღერი
ღმერთის სიმღერა ვინ გაიგონა მიტო იცი ნედა მართლა თუმღერის ღმერთია ზეგეორგ თუმცა ვის უნდა უმფაროს როცა მთელი ქვეყანა მას უმღერის დაუგალობს არა ზეგეორგ ღმერთი თუ ვინმეს უმღერის ბიჭო ალბათ სამყაროს უმღერის როგორი როგორ და ორ შაურად თუ სამყარო ღმერთის შექმნილია და შვილია მისი კიდეც უნდა უმღეროს აბა რა უნდა ქნას აბა დედის ნანინას გარეშე შვილის გაზდა როგორ შეიძლება მიტო რა ოქნა ახლა ბიჭო რა არის აი ეგ შენი სულელი დედოფალი მოგიკლა თუ ისევ დაგიბრუნა ზეგეორგ ერთი მითხარ რა დღეს შენ სამსახურიდან მოდიხარ თუ ეკლესიიდან კაც რა იყო ზეგეორგ რაღაცნაირად ახლა რა დღეს აი ძალიან ბრძენი ხარ და ძალიან დაღონებული კაც რა ზეგეორგ ისევ დამიძახეს ბიჭო სადაც სადა ეგ ყველობის თაობაზე აღარ მოჩა ზეგეორგ როგორც ეთყობა აღარ მოჩა რა გვარია აგვარია და აგვარია რაღაც აი სახელი და გვარი ერთად აქვს ბიჭო ალექსი მესხიშვილი არა გოგისვანიძე არა გიგი ბერია რა უნდა და იმ შობელ ძალზე შეხედავ და შუბლზე დიდი ასოები დაწერია ვხოდა нет თქვით როგორ ჩავარდი
როგორ ჩავარდი. აკი მოგახსენეთ. ერთმა ქორა სერჟანტმა აი აქ ნავთლუღის სადგურში რო შეგვირეკა ვაგონში. 3 დღის მერე იმ ვაგონის კარები გერმანელებმა გააღეს რასტოვში. თავი რატომ არ მოიგალე? მქონდა რო იარაღი. ან რომ მქონოდა თავის მოკლა. ეგეთი ადვილია შვილო. უნგრელთან სახლში რატომ მღეროდე? ქვის კარიერიდან რო ბრუნდებოდით ხოლმე ილაჯ გაწყვეტილი ტყვეების გასამხნევებლად მღეროდ. გერმანელებისათვის მღეროდი. არა. გერმანელებისათვის ჩემს სიცოცხლეში არაფერი არ მიმღერია. არა. თავი უნდა მოგეკლა. ეგეთი სწრაფი და მკაცრი რო ხარ. დანა რამდენი წლის ახარ შვილო. ეგ არაა შენი საქმე. სამდღეში სამივე კითხვაზე ამომწყურავი პასუხი თუ არ გაგიცია. მე შენ თავს დააბრალე. Zegeorg. Omid. Argina Zegeorg. Ogენას. აი მეორედ რო წახვალ Zegeorg. აი მე წამიყვანე Zegeorg კი. აუცილებლად საგიყვან ბიჭო, ოღონდ აი ცხენი, ტურა და პეშკა ადგილზე დადებით. სამივე შენია და რას უპირე? ეს მე ვიცი რასაც უპირე რა Zegeorg. მე ვიცი რა. შეატყვია და რო აგებ და აურია რა. აი წამიტო. აი წამიყვანე რა. აგე. ერთი წამიყვანე Zegeorg რა. აგიყვან სილო, მოდი მეთამაშე. დაცხვირი ჩამოუშვი ბიჭო, 3 დღე კიდე წინა გვაქვს. მოდი. აჰა, აი ყურე. აი. სულა ჩავიწერე. აჰა. მოდი ბიჭო. კარგი რა Zegeorg რა. კარგი რა. ის როგორ იყო მითო?
გამოცდაზე რო გახვედი და რო გკითხეს მარქსის კაპიტალი ვინა თარგმნაო ენგელსმა უბიჭო რო უთხრა მოგევი ერთი მოგევი ეგრე ბიჭო ძიაგი გონი მორჩა ბიჭო ყველა ძიაგი ასტვაც ინჩუ ჰამა წინათ აქ სოფელი იყო სად აქა ხო აი აქ სოფელი იყო აი აქ მე ბაღი მქონდა მაგ შენახედა სასუბელში გადასახვდით გავრბივარ და მოგზდებს შობელ ძაღლი არტაშ რა შეძამ ცეცეზე ხო არტაშ კიჭო ამე ეხლა სახელთაც გეტყობა და სახელზე რა რო სომეხი ხარ და სომხური თუ იცი მარ სომეხი ვარ თუ სომხური არ ვიცი მე კი არა დედომაც იცის კი იცით რა ზმებო მომეჩვენა რომ ძიაგი ორქამს სიკვდილის წინ ვერც უთხრა რაღაცა რა უთხრა ასტვაც ინჩუ ჰამარ რაო ო რა უთქვამს ღმერთო რისი გულისთვისო